მან სტედვუდი არის დევიდ ოსტინის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ვარდი. იმდენად ლამაზია ეს ვარდი და იმდენად ღრმა ტონალობებით და ფერებით და ელფერებით დატვირთული არის მისი ფერი, რომ ადამიანის თვალის გარდა ვერცერთი კამერა ამას ვერ გადმოსცემს. უბრალოდ ეს იციან მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ვარდი საკუთარი თვალით უნახავს. ოფიციალური მონაცემებით ვარდის სიმაღლე იქნება დაახლოებით 1 მეტრი, 90 სანტიმეტრი, 1 მეტრი. და ფაქტია, რომ ის ნამდვილად არ იზრდება მაღალი 2 წლის ნამყენი ენერგია და არ არის მაღალი. საკმაოდ უხვია პირველ ყვავილობაზე და შარშანელი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ხშირად რამდენიმე ტალღად იყვავილა ჩვენთან. ერთ-ერთი პირველი გაიშალა. ზოგადად ოსტინები შედარებით ადრე იშლებიან ვიდრე სხვა ვარდები და ამიტომ ალბათ პირველი სიხარულიც მათ ეკუთვნის. თუმცა რომელიც არ უნდა გაიშალოს რიგით ეს ვარდი, შეუძლებელია აღფრთოვანება არ გამოიწვიოს. და მისი განსაკუთრებული არომატი, რა თქმა უნდა, სამიღრუბელი აქვს, მაგრამ ჩემინება რომ იყოს, მეცაც მივანიჭებდი. საოცარი სურნელი აქვს, რომელიც იგრძნობა შორიდან. აი როგორი პატარა ბუჩქია და რამდენი ყვავილი აქვს. ეს არის პირველი ყვავილი. მე რამდენი დღეა? დაახლოებით მესამე ან მეოთხე დღეა ესე გამოიყურება. ანუ მალე არ ყრის ფოთლებს, აი პირველ ეტაპზე. შედარებით შემდგომ ეს ახალი გაშლილია შედარებით. აი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ და ეს ყველაზე პირველი რომელიც გაიშალა, ბურთს დაემსგავსა პროფილშიც რომ შევხედოთ, მაგრამ სამწუხაროდ სულ სხვა ფერია. მუქი ბორდოსფერი, ნაპირებში იისფერი, ტონალობებით, ცენტრში მალინისფერით, მოკლედ ფერწერულად სასწაული ვარდია, მაგრამ სამწუხაროდ კამერით ვერაფრით ვერ აღვიქვი რა კუთხითაც და რა ესე იგი სხვადასხვა პარამეტრები შეუცვალე კამერას როგორ ერთსა და ვერ აღვიქვი. საკმაოდ ჯამრთელი ვარდია. ჩვენ ვუვლით, რა თქმა უნდა, ვარდებს წამლავთ და ვკვებავთ და ამ პირობებში არ უამადია შარშან საერთოდ, თუმცა არის ისეთი ჯიშის ვარდები, რომლებიც მიუხედავად მკურნალობისა, არა, პროფილაქტიკისა, მაინც ავადობენ, მაგრამ მან სტედვუდს არ უავადია ნამდვილად. 2 ბუჩქია და იმის დამიხობით, რომ სანერგეებია განსხვავებული. მეორე ბუჩქი არ არის ასე ლამაზად და მრგვალად ფორმირებული და ამაზე ასაკი დიდია, ცოტა სუსტია, მაგრამ თავად სუსტი იყო ნერგი. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. შემდეგ, ახალი ბაზალურებიც წამოუღია. ანუ რა თქმა უნდა არის ეკლიანი. როგორ კალმდება არ ვიცი, იმიტომ რომ წელს პირველად დავაკალმე და ნახალობა თუ მისი ნერგები რაიმე დაკალმდა. ესეთი სასწაული ვარდია. დილის გაზეირნებისთვის თუ გინდათ რომ მიიღოთ სიამოვნება მთელ დღეზე, მოეფერეთ ვარდებს, განსაკუთრებით სურნელოვან ვარდებს, განსაკუთრებით ოსტინის ვარდებს, როგორ მინდა რომ ფერი აღვიქვა. არაფრით არ გამოდის. ბევრად უფრო ღიად უღიმღამო ფერს აჩვენებს. აი ხავერდოვანია, ეს მაინც აღიქმება ხავერდოვნება.